ყოველთვის მქონდა სურვილი, რომ მქონოდა სოფელი. ეს იყო ჩემი ოცნება. მოხდა ისე, რომ მე შევძელი, შემეძინა ეს პატარა ნაკვეთი. კი იყო რაღაცნაირი მიგდებული, მაგრამ ხეხილი დამხვდა. ძალიან დაბნეული ვიყავი, არ ვიცოდი, საიდან დამეწყო, რაღაცნაირად მიჭირდა ყველაფერი ეს 40-60 რა ბარიმი არ ვიცოდი რა იყო, თოხი რა იყო, სარველას და იმას რომ ვყურებდი, ყველა მცენარე მეგონა და ზედმეტად არ მინდოდა რომ ხელი მეხლო. პირველი რაც იყო, დავიწყე ვარდებით. მე მგონი ყველა მებაღე და ვინც იწყებს ბაღის დაშენებას, ყველა იწყებს ვარდიდან, არ ვიცი რატომ. ერთი სული მაქვს ხოლმე, რომ პარასკები დადგეს და სამსახურის შემდეგ მე გამოვიქცი აქ და რო შემოვდივარ თბილისში რა პრობლემაცა მაქვს, აბსოლუტურად არაფერი აღარ მახსოვს. მთლიანად ვარ აქ, მთლიანად. ნახეთ რა კაია ფეხშიშველა სიარული, მე მგონი დამეთანხმებით. გრძნობთ, კი, ნამდვილად. უნებას გახარ ახლოს და ჯანმრთელობისთვის არის. ნამდვილად გეთანხმებით. აი ამას ვაკეთებ მე ყოველდღიურად და ყოველ საღამო. ეხლა მოდით მივცეთ ადგილი ჩვენ მცენარეს. ეს იყო პირველად ჩემი წამება. ძალიან მიჭირდა. ეხლა ბარსაც მივეჩვიე, თოხსაც მივეჩვიე. ეხლა უნდა ჩავრგა ეს მცენარე. მთელი პრობლემა არის ჩემში ის, რომ ყველა მუშაობს ხელთათმანით. მე ხელთათმანს ვერ ხმარობ, იმიტომ რომ მე უნდა ვიგრძნო, ყვავილი უნდა ვიგრძნო, ყვავილმა უნდა მიგრძნოს. ამიტომ ყოველთვის შიშველი ხელებით. უკეთესი იქნებოდა, რომ ეს სველში ჩამედო, მაგრამ მიწასველია. მიწასველი რო არ ყოფილიყო, მე ამას არ გავბედავდი. ეს მე ნამდვილად არ მისწავლია, რომ ვთქვა, რომ მე ვისწავლე, თვითონ ყვავილებმა და თვითონ ბაღმა მასწავლა. ჩემი ლამაზი გოგო, აბა, სულ ესე ველაპარაკები ახალ მცენარეს რო ჩავრგავ ხოლმე, ძალიან უყვართ, გაიხარე და მეც გამახარე. ეს ბაღი ჩემთვის არის რაღაც აი არ ვიცი, ოცნების ბაღი, არის ჯადოსნური. ჯადოსნურს რო ვეძახი შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ ნამდვილად ესეა, ისეთი რაღაცები ხდება ამ ბაღში, რომ ჩემ გარშემო მეზობლებსაც უკვირთ. თვითონ სოფელში ყველა მაგას იძახის. მე როცა რამე მცენარე მომაქვს და როცა ვრგავ ხოლმე, ესენი იძახიან ავილს, რო ჩარგავ, ეს ვერ გაიხარებს, მაგრამ ყველა ხარობს. ეს რაც ბუნება მომცა, მე ამ ბუნებას ვიყენებ. და რაღაცნაირად ერთმანეთს ვუგებთ.